რატომ უქმდება სკოლამდელი განათლების სამმართველო? ირკვევა, რომ ოლიგარქის მთავრობამ იმ უწყების ლიკვიდაცია გადაწყვიტა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების განვითარებაში. უწყების ლიკვიდაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ოცნების პოლიტიკას ემიჯნებიან და ხელს აწერენ პეტიციასაც. ლიზი ვეკუა გვერდდება პირდაპირ ეთერში. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, განათლების სამინისტროში კიდევ ერთი ამჯერად სკოლამდელი განათლების სამმართველო გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი სოციალური ქსელით ავრცელებს. თია ძოწენიძე წერს, რომ უწყებაში, სადაც თითქმის 10 წელი იმუშავა, კონტრაქტი გაუწყვიტეს და ამის მიზეზი ევროინტეგრაციაზე მისი პოზიცია გახდა. ძოწენიძე წერს, რომ იგი ერთ-ერთი ხელმომწერია პეტიციისა, რომლითაც საჯარო მოხელეებმა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და კონსტიტუციის 78 მუხლის მიმართ ერთგულება დააფიქსირეს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო. ამავდროულად სამინისტროდ ჩემთან წყვეტს კონტრაქტს. მთელი გულით მიყვარდა ჩემი საქმე. ჯეროდა რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევდით იმას, რომ საქართველოში ბავშვებს ადრეული ასაკიდან ექნებოდათ ხარისხიანი განათლების მიღებისა და შესაბამისად თანაბარი სტარტის შესაძლებლობა. ჯეროდა რომ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით შემცირდებოდა სოციალური უთანასწორობა. სამინისტრომ ჩემთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ვიყავი იმ პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ემსახურებოდა განათლების სისტემის მოხელეთა ერთგულების გამოხატვას საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის გათვალისწინებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რომელსაც 1000-ზე მეტმა მოხელემ მოაწერა ხელი. ვრჩები თითეული ჩემი სიტყვის თუ ქმედების ერთგული და საქართველოში თითეული ბავშვისთვის განათლების უფლების და თანასწორობის იდეის ერთგული. მანამდე სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველოც გააუქმეს, რაც სპეციალისტების აზრით ამ მიმართულებით მდგომარეობას გააუარესებს და ბავშვების მოწყვლად ნაწილს განათლებაზე ხელმისაწვდომობასაც შეუმცირებს. ექსპერტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში, რომელსაც შეზღუდული რესურსებით სამმართველო სრულად ისედაც ვერ ფარავდა და ამ მიმართულებით პრობლემები აქამდეც არსებობდა. მისი გაუქმება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იქნებიან ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელი პირები და რომლის მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. თუკი ქვეყანაში რომელიმე ინსტიტუტი უქმდება, ერთი არის რომ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება, თუმცა ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიუხედავად სამმართველოს აქტიური მუშაობისა, სამწუხაროდ რეგიონებს ვერ ფარავს ეს პროგრამა და ეს არ არის და მეორე მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ქვეყნისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლების არსებობა, ხო? აი, როდესაც ცალკე ინსტიტუტის არსებობაში ქვეყანაში ინკლუზიური განათლება სამწუხაროდ არ გქონდა სრულფასოვნად და იმ სტანდარტებთან არ იყო მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც დღეისთვის გვაქვს, არ მგონია, რომ ამ დეპარტამენტის და სამმართველოს შეერთება სხვა დეპარტამენტთან პირიქით გაუმჯობესებს ინკლუზიურ განათლებას. პირიქით ეს არის დიდი ტყუილი და გვექნება უდიდესი რეგრესი. განათლების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველოს სტრატეგიული დაგეგმის სამმართველოსთან გაერთიანება მუშაობის ეფექტურობას გაზრდის და რომლის მიმართულება განათლების სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულია. რაც შეეხება სკოლამდელი განათლების სამმართველოს გაუქმებას, სამინისტროს ამ საკითხზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებია.